რა შევიძინე შავ პარასკევს. ყველაფერი ძირს ყრია, მაგრამ დავიწყოთ ჰუდებით. პირველი არის ასეთი ყვითელი. ორი წამით მასე რომ დავიმაგრო ის მიკროფონი. აჰა, რა გინდათ მეგობრებო, კარგი აქსესუარი გამოვიდა. ეს არის პირველი ჰუდი და ვერ ხვდები ეს ფერი მიხდება თუ არა. დაწერეთ კომენტარებში. გადავიდეთ მეორეზე. მეორე არის იგივე სტილის ოღონდ ლურჯ ფერში და ჩემი აზრით თვალებზე ეს ფერი ძალიან მიხდება, ამიტომ მომწონს. და ესეც მესამე ჰუდი, რომლის ფერიც ძალიან მომწონს. თან აქვს უკან ყვითელი წარწერები და წინაც და ჩემი აზრით ეს ორი ფერი ერთმანეთს ძალიან უხდება. დაწერეთ კომენტარებში ამ სამი ჰუდიდან რომელი უფრო მოგეწონათ, ყვითელი, ლურჯი თუ ეს. ამ ჰუდების გარდა გამოვიწერე ასევე ორი ცალი ჟაკეტი. ეს არის პირველი ჟაკეტი, რომლის ფერიც უზომოდ მომწონს და მგონი ჩემი თვალის ფერია. ეს პირიქით ჩავიცვი. რა მაგარი ვარ. მეთქი რა ხდება, რატო ვერ ვიკრავ. და მეორე არის ყავისფერი ჟაკეტი, რომელსაც აქვს უსაყვარლესი ესეთი ვარდისფერი დეტალები და ყავისფერი და ვარდისფერი ჩემი აზრით ძალიან უხდება ერთმანეთს. გადავიდეთ შემდეგ შენაძენზე ლაიონესიდან. ეს როგორც მახსოვს შორტი არის, სახლში ჩასასვლელად გამოვიწერე, ძალიან კარგი ფასდაკლება ჰქონდათ. ხო, აი ესეთი ზედაც მაქვს თუ გახსოვთ ვიდეოებიდან. შორტი ძალიან თხელი არის და ჩემი აზრით სახლში კომფორტული იქნება. შემდეგი ეს ძალიან კარგ ფასში იყო და ამიტომ მაინტერესებდა. არის ბაიკერის სტილში ქურთუკი, აი ასეთი ტიპის ქურთუკი, ოღონდ უფრო oversize სტილში მქონდა უკვე ლაიონესისგან და ძალიან მომწონდა. აი ასეთი არის შეკრულზე და მომწონს თუ არა, ვერ ვხვდები სიმართლე გითხრათ. ამიტომ დამიწერეთ კომენტარებში, კარგია თუ არა. შემდეგი არის ასეთი ჯინსის ნაჭრის ქურთუკი მოსაცმელი არის და ასე გამოიყურება, ეს უნდა იყოს ასე წელში გამოყვანილი და შემდეგ გაშლილი და მხრებზე აქვს ბალიშები. ეხლა ელასტიკებზე მაცვია და ალბათ ვერ მივხვდები ვერცმე მომწონს თუ არა, მაგრამ ჯინსებზე უნდა ჩავიცვა და ეხლა მეზერება. მოდით ჩემს ახალ ჩანთასთან ერთად ნახოთ. დაწერეთ კომენტარებში როგორ მოგწონთ. გადავიდეთ სკიმსის შეკვეთაზე. არ მოგატყუებთ და ერთი უკვე ამოვიღე და ჩავიცვი, მაგრამ თან გულწრფელ რეკომენდაციას გავუწევ. სკიმსის პიჟამოები და ყველაფერი უფრო ძვირი ღირს როგორც მოგვეხსენება ყველას, მაგრამ ფასდაკლებით გამოვიწერე. ეს არის მათი პიჟამოების სეტი. მართლა გეუბნებით ალბათ 5 ჯერ ამოვშალე კალათიდან და ისე უკან დავაბრუნე და საბოლოოდ გამოვიწერე როგორც იქნა და ძალიან მიხარია რომ გამოვიწერე, იმიტომ რომ ჯერ ხო უსაყვარლესი baby blue ფერია. მერე კიდე მართლა გეუბნებით ესეთი კომფორტული პიჟამოები მე არასდროს არ მქონია და ესე გემრიელად მართლა როს მძინებია პიჟამოთი, რაღაცა კარაქივით ნაჭერი არის და ამ პიჟამოს სეტს სკიმსისგან 10-დან 10, კი არა და 100. მაგრამ მეგობრებო, ისე არ დაგტოვეთ. არ გამიხსნია ხალათი, რომელიც ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს მუქ მწვანე ფერშია. ვაიმე, ამის ქსოვილიც რა კარგია ხალხო. ნეტა შეხება შეგეძლოთ ეკრანიდან, ისეთი რბილი და კარგი ქსოვილია. ეს ძალიან გრძელი ხალათი და ზუსტად ეგეთი მინდოდა, იმიტომ რომ ამას წინათ ხალათი გამოვიწერე და ისეთი მოკლე იყო, რომ ანუ ხალათად ვერ ვიცვევ. აიმე რა გემრიელი ქსოვილია ნეტა იცოდეთ. თხელესი, უნაზესი, თან ძალიან ლამაზი ფერია. სახლში მგონი ამას არ გავიხდი. აიმე რა კაია. ეხლა მივხვდი, პიჟამოში ცოტა ძვირის გადახდა რატო ღირს, იმიტომ რომ ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს, ან თითქოს მეორე კანი გაცვია. რადგანაც პიჟამოებზე გადავედით, ურბანიდან გამოვიწერე აი ასეთი შარვალი, ესეთი პრინტის შარვალების ახრესთვის ძალიან მეკომფორტულება. თან არის 8000 ფერში, აი ესეთი საყვარელი თას მაქვს წინ, ეს არის ურბილესი ქსოვილის და ჩემი აზრით ახალ წელს ძალიან მოუხდება. და ბოლოს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სპორტული ბრენდისგან გამოვიწერე 3 ნივთი. ეს პირველი არის CSP-ის ზედა, რომელიც უკომფორტულესია, ამათაც კარაქივით ქსოვილი აქვს და ძალიან მომწონს ტანზე როგორც ის. ეს არის პირველი ტოპი და ასეთი ტოპი მაქვს თეთრ ფერშიც და უკარგესი არის. და აი ვიდეოს დასაწყისში რომ ტოპი მეცვა შავი, ისიც CSP-ისგან არის. სულ ეს არის ჩემი unboxing-ი, ბევრი არაფერი, ხუმრობ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნელ-ნელა გამოვიწერე და ეხლა ერთიან დრო შევაგროვე, გავაკეთე ერთიანი unboxing-ი. თქვენ კი დამიწერეთ კომენტარებში ამ ყველა ნივთიდან რომელი იყო თქვენი ფავორიტი.